2021 წლის მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში. ვარიანტი პირველი, ამოცანა ნომერი 20. ძელა კი მოსრიალებს 45 გრადუსით დახრილ სიბრტყეზე ჟ ნახევრარი აჩქარებით, სადაც ჟ თავისუფალი ვარდნის აჩქარებაა. განსაზღვრეთ ხახუნის კოეფიციენტი ძელაკისა და დახრილი სიბრტყის ზედაპირებს შორის. იგი მოცემული გვაქვს მკუთხე, თოლი არის 45 გრადუსის ბოლო აჩქარება, აჩქარებით ეს მოსრიალებს ეს ჩვენი ძელაკი თოლი არის ჟ ნახევრის. და ჩვენი მიზანია განსაზღვროთ მიუ ხახუნის კოეფიციენტი. ხო, მოდით ახლა ჩვენ ეს გრაფიკი ცოტა გავადიდოთ და რო გამოხდეს. ასე დავხატოთ დივადიდებული და დავწეროთ პირველ რიგში. შევარჩიოთ დათვლის სისტემა, x ღერძზე მიმართოთ. ასეთი სახით, მოსახით. შესაბამისად y ღერძზე მიმართოთ. დახრილი ზედაპირის მართობ სიბრტყეში, ეს არის y ღერძი, ეს არის x ღერძი. რა მსხეულებზე რა ძალები მოქმედებს დავწეროთ, ამ სხეულზე მოქმედებს სიმძიმის ძალა mg, ასე მოქმედებს ხახუნის ძალა f ხახუნი, მოქმედებს საყრდენის რეაქციის ძალა n და დავწეროთ ამ სისტემისთვის ნიუტონის მეორე კანონი. ვექტორული სახით თუ ჩავწერთ, ესე იგი mg-ს დამატებული f ხახუნი დამატებული რეაქციის ძალა თოლი არის m 100. დაგეგმილებით მივიღებთ, მოდი ჯერ x ღერძზე დავაგეგმილოთ, პირველი x ღერძზე დაგეგმილებით მივიღებთ, ამის გეგმილებისთვის გვექნება mg x პლუს f ხახუნი x-ი პლუს nx-ი უდრის m ax. ეხლა მოდით mg-ს გეგმილი y ღერძზე იქნება mg y-ი, შესაბამისად x ღერძზე გეგმილისთვის გვექნება mg x-ი და სიდიდით თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს კუთხე არის ალფა, შესაბამისად ეს კუთხეც იქნება ალფა, რომელიც 45 გრადუსის ტოლი არის. mg-ს x-ზე გეგმილი მოგცემს mg სინუს ალფას. f ხახუნი თუ გავითვალისწინებთ, რომ x ღერძის საპირისპიროდ არის მიმართული, ექნება მინუს f ხახუნი. რეაქციის ძალა x ღერძზე გეგმილი ნულის ტოლი იქნება და ეს ტოლი იქნება m 100. საიდანაც mg სინუს ალფას მინუს f ხახუნი არის მიუ n-ის ტოლი, მიუ n-ი ტოლი იქნება m 100. ახლა რაც შეეხება გეგმილს y ღერძზე. ამ ვექტორული ტოლობის y ღერძზე დაგეგმილებით მივიღებთ, რომ mg y პლუს f ხახუნი y-ი პლუს ny ტოლი არის m ay-ის. შესაბამისად m ჟ-ს y გეგმილი იქნება mg კოსინუს ალფა. ამას დამატებული ხახუნი y ღერძზე არ გვაქვს, ამიტომ ნულის ტოლი იქნება. რადგანაც y ღერძის ზემოთ არის მიმართული, აქ იქნება მინუს mg კოსინუს ალფა პლუს n. ტოლი არის სხეული y ღერძის მიმართულებით არ აჩქარდება, ნულის ტოლია, ანუ ეს ტოლი იქნება ნულის. საიდანაც n იქნება mg კოსინუს ალფა და ამას თუ შევიტანთ ჩვენ ამ გამოსახულებაში n-ის მნიშვნელობას, მივიღებთ, რომ mg სინუს ალფას მინუს m მიუ mg კოსინუს ალფა ტოლი არის და გავითვალისწინებთ, რომ აჩქარება არის ჟ ნახევრის ტოლი, ეს ტოლი იქნება mg ნახევრის. ახლა mg-ები შეგვიძლია შევკვეცოთ, ამასთან სინუსი არის, ალფა არის 45 გრადუსი, ესე იგი იქნება სინუს 45 გრადუს მინუს
მიუ კოსინუს 45 გრადუსი, ეს თოლი არის 1/2. საიდანაც სინუსი 45 გრადუსი არის ფსი 2 ორთან გამოკლებული. კოსინუსი 45 გრადუსი არის ფსი 2 ორთან გამრავლებული მიუზე, თოლი არის 1/2. ეს ორები შეგვიძლია შევკვეცოთ, საიდანაც ფსი 2 თუ გავიტანთ ჭრილებს გარეთ. ჭრილებში დაგვრჩება 1 მინუს მიუ, ეს თოლი იქნება 1-ის. აქედან 1 მინუს მიუ თოლი იქნება 1 შეფარდებული ფსი 2-თან და მიუ თოლი გამოგვივა 1 მინუს 1 შეფარდებული ფსი 2-თან. ხოლო აქ თუ რაციონალობას მოვსპობთ მეორე შესაძლებლობის ნიშნებში, მივიღებთ რომ ეს უდრის 1 მინუს ფსი 2 1 მინუს ფსი 2 შეფარდებული 2-თან. ანუ საბოლოოდ ახონის კოეფიციენტისთვის მივიღებთ რომ მიუ თოლი არის 1 მინუს ფსი 2 შეფარდებული 2-თან. პასუხი B.